მარნეულში რამდენიმე დღის წინ ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დეტალები ნელ-ნელა იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია თუ არა. სამთებერვალს საღამოს მარნეულში ჩაის სახლ Good Times-ში სისხლიანი ინციდენტი მოხდა. ორ ბიზნესმენ ბიძაშვილს დანით მძიმე ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს ავერსის კლინიკაში. მომხდარის მოტივი და დამნაშავეთა ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, ეს სისხლიანი კონფლიქტი მშენებლობის საკითხზე დაპირისპირებამ გამოიწვია. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. საინფორმაციო პორტალ Actuality-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ინციდენტში სულ მცირედ 15 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ დაზარალებულებთან. შემდეგ კი მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და შედეგად ორი მამაკაცი დაიჭრა. გარდა ამ ინფორმაციისა, წყაროების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მარნეულის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა რამდენიმე პირი უკვე დაკითხეს.